რა არის? ვერ უსაყუდებთ ადამიანს თუ რატო გისმენს და ვერ გებულობს. იცით, დაბნეულია, იმიტომ რომ საზოგადოებრივი გავლენა ძალიან ძლიერია რელიგიის საკითხში საქართველოში. ჩაჭედილი ხარ საზოგადოებაში და დაარღვიო ეგ ინდივიდუალურად აგიჯაყდება ყველა. ამიტომ უფრო სწორია რეფორმაცია. ეს არის საერთოდ ჩვენი დაწყებული კი არ არის რელიგიაში ყველაფერში ხო არის რეფორმაცია, ეგ განათლების საკითხებში, ეკონომიკაში რეფორმებს ატარებენ. რელიგიის საკითხი საქართველოში რეფორმაცია არასოდეს არ ყოფილა. აპრიორი ეს მიღებული არის ასე, როგორც მიიღეს მეფეებმა, როგორც თავის დროზე კონსტანტინოპოლში, ხო? აი კონსტანტინემ რომ მიიღო, ეგ ავტომატურად გადმოიღო მეფეებმა აიღეს და წარმართული საქართველოს გაერთიანებისათვის ქრისტე გამოიყენეს. და ამას ძალით აკეთებდნენ, ხო და ძალიან დიდხანს უჭირდათ გაერთიანება. ბოლომდე ბრძოლა მიწყო ქართველების გარკვეული ნაწილი არ უერთდებოდა ერთიანობა ძალიან ძნელია დღესაც საქართველოს გაერთიანება უჭირს. ნებისმიერი საკითხში ვერ ერთიანდება ქართველი თუ დააკვირდებით. ყველა ლიდერი და ბელადი არის. ამიტომ რეფორმაცია ოფიციალურ დონეზე რელიგიისო ვინ უნდა დაიწყოს? ახეთ გერმანიაში ერთმა კაცმა დაიწყო და აყვან მაგას ევროპის სხვა ქვეყნებში, შვეიცარიაში, ცვინგლი, ჩეხეთში, იანხუსი და უცებ გამოჩნდნენ ადამიანები თავთავიანთ ქვეყანაში და შეუტიეს ოფიციალური გაბატონებულ კათოლიციზმს. და რაში? მთელი რიგი თქვათ სიმახინჯეები გამოტანილი იქნა მთავარი. ბიბლია იყო ლათინურ ენაზე და ნაციონალურ ენაზე ადამიანები ვერ გებულობდა ამას. და რატომღაც ბიბლიის მცოდნე უნდა ყოფილიყო განწესებული ოფიციალური კურსდამთავრებული ეს პადრეები, მამები, ესე იგი, ხო? ლათინურად მამა იგივე რაც საქართველოში მამაო. ხო, პასტორის ეგ პასტვა, ხო, მწყემსი. და მხილებული იქნენ რა სიმახინჯეში, რატო გამოსტაცეს ეს ოფიციალურად და ადამიანების გულამდე მიიყვანეს. ერთი ახლა ადამიანების გულამდე მიიყვანე, მაგრამ ხო არის ესეთი რამე, რომ ადამიანს ჭირდება ამ საგანი, აი მაგალითად თუ მაგალითად მასწავლებელი არ გეყოლა, მეგობრებო, უმაღლეს მათემატიკის წიგნი რომ მოგიტანო და ისწავლე მეთქი, გაიგებთ? ან მოგიტანოთ კვანტური ფიზიკაზე უამრავი წიგნები დაგიყარეთ. ან მოგიტანეთ ფუნჯები, სხვა მაგალითი, გატავანია, საღებავები და აბა ხატვარი ხარ და ხატე. მასწავლებელი ხო გჭირდება. შესაბამისად, რაც რა ინსტიტუტია სამღვდელოება და რა მოხდა, რისი დამახინჯება და რისი აღება ძველი აღთქმიდან. ხო, რატომ იქნა გამოყენებული ქრისტეს მერე? მერე ქრისტე გამოყენებული იქნა უფრო სხვა ქვეყნებში, როგორც ორგანიზაციის ფუძემდებელი ბრჭყალებში და იუდაისტურ ქვეყანაში ქრისტე მიღებული არ არის. იუდაიზმმა ქრისტიანობა არ გამოიყენა როგორც ორგანიზაცია, იმიტომ რომ მათ იუდაიზმში ისევ იუდაიზმია და მათ სხვა რელიგია აქვთ, რომელიც ეყრდნობა ძველი აღთქმის წიგნებს და ახალ აღთქმას ისინი არ ცნობენ. ახალი აღთქმა მათ სწავლებაში არ არის. ეს თარგმანი რო არის და რაღაც ეს წიგნად კიდევს ყველა ენაზე, მაგრამ თვითონ ისრაელის სახელმწიფოში ქრისტიანობა მიღებული არ არის და ქრისტიანი თუ ვინმე ებრაელი გახდება, მაგას უპირისპირდება ოჯახის ყველა წევრი. შემუშავებულია რელიგია ძველი მოსეს 5 წიგნი და მერე მის პოეტური გაყოფილი 29 წიგნი ძველი აღთქმისა, ისინი მოქმედებაშია და დამატებული აქვს უამრავი სხვა წესები კიდე. და ეს აქციის რელიგიათ, რომელსაც ქვია იუდაიზმი. ხო. ხედავთ, იქ ქრისტიანობა არ იქნა გამოყენებული. ახლა დასავლეთში ქრისტე წამოღებულია და როგორც კი ქრისტიანობა აი ესე მიდიოდა რომის იმპერიაში, როგორც აღწერილი არის ინდივიდუალურად, მაგრამ არსებობდა რა? გაერთიანებები. გაერთიანებები იყო ადამიანები, რომლებმაც პირველად ქრისტე მიიღეს გული გათბა და აი ასეთი ადამიანების ერთობლიობას ეწოდა ეკლესია. ეკლესია არის ცოცხალ ადამიანთა ერთობლიობა. როცა ეს იზრდებოდა ამათი რაოდენობა, საჭირო იყო თავშესაფარი. თავშესაფარისთვის საჭირო არის შენობა. და გარკვეული დროით იკრიბებოდნენ და განწესდებოდა, თქვათ, ეპისკოპოსი, მასწავლებელი ქართულად უგნებავთ, ეპისკოპოსი და გარკვეული წესები მუშავდებოდა, რომ ეს ანარქიაში არ გადასულიყო. ამ წესებზე ლაპარაკია, როგორც აქ თქვა, საქმე მოციქულთაში და ყველას არ შეუძლია, რომ მაშინ მით უმეტეს პირველ საუკუნეში ეს წიგნები არავის არ აქვს. ხო, ეს პერგამენტებზე არის, პერგამენტები კიდე ტირაჟირება ამისი არ ხდებოდა. თან კიდე ზეპირად სულიწმინდის მეშვეობით პავლე ლაპარაკობს, ეს იწერება, კარნახობს და
მოგზაურობს წერილები ერთი გაერთიანებიდან მეორეში ეკლესია რო ქვია და ესე დადიან ეს მოციქულები. ეს წერილობითი ფორმა დაასრულდა, მოციქულებიც გარდაიცვალნენ და წერილობითი ფორმამ 300 წელი ამას ავრცელებდნენ. დააკვირდა ამას მთავრობის წარმომადგენლები და ადგა და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და სახელმწიფოს დაუქვემდებარა და აფინანსებდა. შესაბამისად შერეკა ყველა მასწავლებელი, ეს ფილოსოფოსების დაუქვემდებარა 529 წელს იუსტინიანემ, აიკრძალა ფილოსოფიური საუბრები მოედნებზე, დაიხურა ფილოსოფიური სკოლები და ყველა ფილოსოფოსებს სამუშაოდ მიეცა საღვთო წერილი, რომელიც უკვე იყო და ამუშავებდნენ ამას და იმტვრევდნენ თავს, ამტკიცებდნენ ღმერთს და ინტერპრეტაციები ბიბლიისა როგორ იყო. თან ინტერპრეტაციები სახელმწიფოს სასარგებლოდ, რომელმაც სახელმწიფომ შეითავსა რელიგიურა და ძალაუფლება. და ერთიანი მონოთეიზმი გაბატონება დაიწყო ამან. და ამის გავრცელება დაიწყო სახელმწიფოებში და უკვე თანდათან სახელმწიფოს უკვე ასე თუ ისე ეყოფა კათოლიციზმის სახით ასეთი საყოველთაო მსოფლიო და ეს ლიდერი არის და იმდენად ლიდერი არის უკვე ამას ექვემდებარება მეფეებიც კი. ეს მოდის ვიდრე მე-15 საუკუნემდე და ბევრი სიმახინჯეები იყო აქ და სწორედ რეფორმაცია იმის რეფორმაცია ამას ღმერთი უშვებს, წამოაყენებს თავის კაც გაბედულს და დაუპირისპირდება. და პირველ რიგში რაც მარტინ ლუთერი სულიწმინდით კი არ იყო, ღმერთის დაშვებით იყო რეფორმატორი იყო მარტინ ლუთერი, თორემ მას ბევრი შეცდომები აქვს და იგივე მარტინ ლუთერის შეხედულებებით არსდება ლუთერიანობა გერმანელებისთვის. ეს ხომ მარტინ ლუთერი გადაირევა, მაგის დაარსებული არ არის. რა უცნაური, აი გაჩნდა დენომინაცია უკვე. მაგრამ კითხვას რო უპასუხოთ ჩვენ და არ დავაბნიოთ ქართულ სიცეში რო გადარჩეთ, ქართულ სიცეში რატო ვაკრიტიკებთ ჩვენ მართლმადიდებლობას? იმას კი არ ვაკრიტიკებთ, რომ მრევლს არ უნდა ყავდეს, თქვათ, გზაზე დამყენებელი. ამას არ ვაკრიტიკებთ, ჩვენ ვაკრიტიკებთ ყალბ მასწავლებელს, მოძღვარს, მოღვდელს, როგორც გამწმენდელს. მოღვდელის ფუნქცია გამწმენდელია და ძველ აღთქმაში, როგორც აქ ითქვა, ლევის შტოდან, ესე იგი ლევი არის შვილი იაკობისი, ეს მთელი ეს ახლობებით 75,000-მდე კაცი იყო, ეს განაწესა ღმერთმა განაწესა ღვთისმსახურებისათვის და ამის დანიშნულება იყო მედიატორი ყოფილიყო ღმერთსა და ადამიანს შორის და მთავარი არსი ამის იყო ადამიანს შეემეცნებინა რომ ცოდვილი ბუნების არის და შესაბამისი რიტუალებით ღვთისმსახურება შეაგნებინებდა ხალხს, რწმენას უცოცხლებდა და ამ რწმენის მოლოდინში მესიას ელოდებოდნენ და თავის თავს ამ რიტუალებით სცნობდნენ როგორც ცოდვილი ბუნების მატარებლები. და როცა ქრისტე მოვიდა, ცოდვილი ბუნების მატარებელი იმ შემთხვევაში რჩები თუ ქრისტეს არიღებ. და იესო ქრისტემ რო ეს აიღო თავის და შეასრულა, მოხდა რეფორმაცია და პირველი რეფორმატორი იესო ქრისტე იყო, მარტინ ლუთერი კი არა. იესო ქრისტე ღმერთია რეფორმატორი. მან გააუქმა ის რაც დააწესა. და მართლაც ესეა. დააწესა ადამიანებმა ვთქვათ, ესეთ შედარება რო გავაკეთო, სისტემის რაღაცა გარკვეული სახელმწიფო სისტემის ერთი მოდელი, მოდის მე ისევ სათავეში ვინც მოდიან ადამიანები და ან გარდაიქმნებიან თვითონ, როგორც ელცინი გარდაიქმნა დემოკრატად, გარბაჩოვი გარდაიქმნა, შევარდნაძე გარდაიქმნა. ხო ისინი იყვნენ. მათ მოახდინეს პოლიტიკური რეფორმაცია. და ყოველთვის რეფორმაცია უმტკივნეულოდ არ მიდის. ტკივილი აქვს რეფორმაციას, ეს პოლიტიკური იქნება, ეკონომიკური თუ საგანმანათლებლო, საგანმანათლებლო რეფორმაცია საქართველოს ნახე რა გამოხმაურება. და მithumet ეს რეფორმაცია ქართულ სივრცეში არ შეხებია რელიგიას. ეს დამყაყებულობა მოდის და ამ დამყაყებულობას ქვია ქრისტიანობა ჩვენ და სამარცხვინო და ქრისტეს სახელს ვარცხვენთ. და არის პირდაპირი გაგებით ძველი აღთქმის ლევიტელები არ ქვია, თორე საქართველოში არის განწესებული მთელ ტერიტორიაზე ტაძრები, აი თუ წაიკითხავთ ძველ აღთქმას მიხვდებით და გამოყოფილი არის ადამიანები არა გვარით, არამედ ჩინით და დიპლომით, რომ ღვთელმა უნდა იმსახუროს გარკვეულ ტაძარში და ადამიანები მივიდნენ იქა და ზიარება უნდა გააკეთოს. ესე იგი შერწყმული არის ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმის გარკვეული წარმოდგენები. ეს კი არ არის სწორი. შერევა არ შეიძლება. ან ძველ აღთქმაში უნდა დარჩე, ან ახალ აღთქმაში. იუდაისტი ებრაელიერი დარჩა ძველ აღთქმაში და ელოდება მესიას. მაგრამ ჩვენ მესიას ხო არ ველოდებით. ჩვენ მესია მივიღეთ ქრისტემ რა გააკეთა და ისმის კითხვა, რატო არის შეერთებული ქრისტიანული წარმოდგენები ძველი აღთქმის წარმოდგენებთან?
აი ეს არის ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია აწყობდა სახელმწიფოს, სამეფო დინასტიის დროს და კომუნისტებს და ეხლაც აი ამ ჩვენ ვთქვათ ოლიგარქ მთავრობას. ამიტომ ეს რამდენად სწორია. ეს სწორი არ არის. მაშინ მრევლი დავტოვოთ, ვთქვათ მოძღვარისა და მასე არა რა თქმა უნდა. ამიტომ ხო ითქვა აქ რეფორმაცია. რეფორმაცია რას გულისხმობს? რწმენა არის, როგორც აქ ითქვა კიდე, მოსმენისაგან, მოსმენა ქრისტეს სიტყვა. ეს კიდე სად არის? ბიბლიაში. დღესდღეობით ქართულ სიფრშეს ეს წიგნი ყველას აქვს, მაგრამ ყველა ამასთან ვერ მიდის თავისი ძალებით, ისევე როგორც შეიძლება ხატვის ნიჭი მქონდეს, მაგრამ მასწავლებელი მჭირდება. ყველაზე ძლიერ გენიოს მხატვრებს მასწავლებელები ყავდათ. და მოწაფეები უფრო შევიდნენ ისტორიაში და მოწაფეები უფრო გაიყვანა მასწავლებელი, ვიდრე მასწავლებელებმა მოწაფე. აი მაგალითად ვთქვათ ლეონარდოს მასწავლებელი. იცით ვინ იყო? ნაკლებად ცნობილი არის ვიდრე ლეონარდო. და ასე შემდეგ, ხო ყველას მასწავლებელი ყავდა. კანტის მასწავლებელი უფრო ცნობილი არის ვიდრე კანტი? კანტმა მასწავლებელიც ამოატიპტივა, ვინასწავლიდა. მაგრამ კანტი წინ წავიდა. აინშტაინიც ხო სწავლობდა, მასწავლებელი ფიზიკას ხო სკოლაში ასწავლიდნენ. მაგრამ აინშტაინი არის, ხო? და აინშტაინთან მოიხსენიებთ, ვისთან დადიოდა პირველად ეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასევე ქრისტიანული სწავლება არის ქრისტედან, სახელმწიფო გვაქვს, ახლა სახელმწიფო ვინ უნდა ასწავლოს? ამიტომ საქართველოში რელიგიური რწმენის რეფორმაცია გულისხმობს საღვთო წელზე დაყრდნობით აღიზარდოს მასწავლებლები. ხო, ამას უნდა აკეთებდეს სწორედ აი ეს გარკვეული, ვთქვათ, საგანმანათლებლო თუნდაც სისტემა, იმიტომ რომ ეს აი როგორც დასავლეთშია რა, პროტესტანტულ სივრცეში ასწავლიან, არის სემინარიები და საქართველოშიც არის სემინარია, მაგრამ სემინარია ამზადებს მღვდლებს. ამიტომ რეფორმაციის შედეგად სემინარიაც დარჩება. ხო? და სემინარიაში მასწავლებლები რო ასწავლიან საღვთო წელს, თეოლოგები გამოვლენ და ესენი იქნებიან სეკულარულ სახელმწიფოში მასწავლებლები საღვთო წერილისა, მშვენივრად ჩაცმულები, ძალიან განუსხვავებელი ჩაცმით, ეხლა რო არიან განსხვავებულები ჩაცმით რა, დაინახა მღვდელს და მოწიწებით ახარ. ის არაფრით არ გამოირჩევა, გარდა იმისა, რომ კათედრაზე წარდგება და გარკვეულ მომსვლელებს, გარკვეულ სივრცეში არანაირი დატვირთვა რო არ ექნება შენობას, რომ ეს წმინდა ადგილია და გაიხადე ფეხი და შემოდი. დააჯდებიან იქ, ქალი იქნება, ბავშვი იქნება, ყოველგვარი იმის გარეშე და ამსხდარნი მოусმენენ საათნახევრიან ქადაგებას ბიბლიაზე დაყრდნობით და ყველას ხელში ბიბლია ექნება. ეს არის შინაგანი ადამიანის მოთხოვნილება. ესეც ძალით არ ხდება, მაგრამ წყემსები გვჭირდება, მასწავლებლები. ეს ახლა თქმაში წერია. და აგერ იმასაც გვეუბნება სულიწმინდა, რომ ბევრი ნუ გახდებით მასწავლებლები. და მით უმეტეს ბევრი რატო ხართ მღვდლები? რაში გვჭირდება ახლა ერთ პატარა საქართველოში? რა ვიცი, რატომ არის ყოველ ქუჩაზე და ყოველ უბანში ტაძრები და მღვდლები. და რას წერავთ? თუ არ წერავთ ქრისტიანული რიტუალები შერეული რო აქვს, იმ ძველი დანიშნულებისა რა იყო ძველი აღთქმა, რომ შენი ცოდვილი ბუნების გამოსასყიდად მიყავდა გარკვეული მითითები ცხოველები და წელიწადში ერთხელ მღვდელმთავარი შედიოდა აი წმინდა ადგილზე, ხალხი არ შედიოდა და ხალხისა ცოდვის გამოსასყიდად შედიოდა ის. ესე იგი მღვდელს ჰქონდა დანიშნულება, რომ მრევლისთვის გაეგებინებინა, რომ ცოდვილი ბუნებისახარ და დაელოდე მესიას. და ამის დამადასტურებელი რიტუალები სრულდებოდა. ეს ყველაფერი აღწერილია ბიბლიის იმ წიგნში, რომელსაც ქვია გამოსვლა და ლევიტელები. ამიტომ ჩვენო მეგობრებმა მსმენელმა ამ წიგნით უნდა ისარგებლოს, გაიაზროს და მერე ქრისტეს მოლოდინის პერიოდ ჩვენ კიდე დავიბადეთ ქრისტეს მერე და ქრისტემ ეს მთლიანად გააუქმა. როცა უკვე აღდგა. მანამდე მოქმედებდა ლევიტელების გვარი და დამახინჯებული ქონდა ფარისევლების სახით. სწორედ ეს სიმახინჯე იესო ქრისტემ წარმოაჩინა და დაიმსახურა რისხვა. მან თქვა, რომ კაცო, ეს წიგნი ჩემზეა და თქვენ როგორ აქციეთ ეს თქვენ სასიკეთოთ და ხართ და იმის მაგვერად, რომ ცოდვილ ბუნება აღიარო და დაელოდო მესიას, ფარისეველი დგას და ტრაბახობს, რა კარგი ადამიანი ეს იგავი, რეალური იქნებოდა ამბავი ლუკა მახარებელთან კარგად წარმოაჩინა მაცხოვარმა. ახალ აღთქმაში ორი კაცი შევიდა, ერთი მებაჟი, ერთი ფარისეველი ეკლესიაში და აი ფარისეველი მადლობას უხდის ღმერთს, რა კარგი გამაჩინე, რა კარგი ვარ, ყველაფერს ვასრულებ. აი და აი ჩამოთვალა ყველა რეგალიები, რა მაგარი ტიპია და არა ვარ ასეთი მათხოვარი, გვერდზე გაიხედა აგეროა მებაჟე, რომელიც თვალებს ვერ უსწორებს ღმერთს და მკერდში მჯიხს ირტყავს, შემიწყალე მეცოდვილი.
ნახეთ, აღიარებს ერთი ცოდვას, მეორე არა. მეორე შედის მართალი ტიპი, კაი ტიპი და მადლობელი არის, რომ ასეთი კაი ტიპი დავატა. იესო გვეუბნება, რომ ერთი გამართლებული წავიდა, მეორე არაო. ლაპარაკი არის მებაჟე გაამართლა, იმიტომ რომ მან ცოდვილი ბუნება აღიარა. ესე იგი, ეს ფარისევლები ცოდვილ ბუნებას არ აღიარებდნენ. შესაბამისად, როცა ამხელდა ცოდვილ ბუნებაში იესო ქრისტეს და ამ წიგში მე მელოდები და მე მოვედი და თქვენ უნდა მე მიწამოთო, ისინი ქვევით დაждდებდნენ და გარკვეული უმცირესობა გაყვან მაინც იუდაშტოდან გამოვიდა, ხო, ისრაელიერიდან გამოვიდა ყველა ის პირველი ქრისტიანები, პავლეც, პეტრეც და ასე შემდეგ, ხო, და მე უკვე წარმართებში გასული წარმართებიც გადაგებდნენ, ხო? ხვდებით, აი ამან იარა უკვე და აგერ ჩვენამდე მოვიდა. ახლა ჩვენთან ეს არასწორი იმით შემოვიდა, არასწორად გავრცელდა, ეს ემსახურება სახელმწიფოს, ეს ემსახურება ხელმწიფეებს და არა ადამიანებს და ამიტომ იყო მუდმივად დევნის ქვეშ საქართველო. როგორც სწორი ურთიერთობა ღმერთთან რო ქონდეს, ახლა ღმერთი რატო დაუშვებს იმდენ რაღაცეებს, რაც მოხდა საქართველოში, მუდმივად მტერი გვიტევდა წარმართები. და ქართველები მთლიანად წელში გაწყდნენ. ეს იყო არასწორი დამოკიდებულება ღმერთთან და არასწორი დამოკიდებულება ღმერთთან ისრაელს რა დღეში აგდებს, ეს ბიბლიაში უნდა წავიკითხოთ. ამიტომ ბიბლია არის ერთადერთი წყარო რწმენისა და ამ წიგნის ცოდნის, ცოდნე მასწავლებელი გამართლებულია, როცა მიდის მსმენელი, მრევლი კი არა, მოკლედ ქრისტიანი, უკვე გამოსყიდული, გაჯდება და ლაპარაკობს ამაზე. ესე იგი, პროტესტანტულ სივრცეში, ჯანსაღ პროტესტანტიზმია ლაპარაკი, გამოსყიდული ადამიანები მიდიან და ისმენენ ქრისტეს სიტყვას. თუ გამოუსყიდველი ხარ, შენ არ მიიღებ ამას. თუ ცოდვილი ბუნების კაცი ხარ და ფარისეველი ხარ, იმას არ მოусმენ. იმიტომ ის უკვე ლაპარაკობს ქრისტეზე. გამოსყიდული ადამიანების ერთობლიობა, ეკლესია. და ამას როგორ არ ჭირდება მასწავლებელი. აი საქართველოში ეს უნდა მოხდეს მეთქი. და არა ისე და რაკიღა ესე რეფორმაცია არ არის, მაშინ ჩვენ ხო ვეხმარებით ადამიანებს რომ აგერ ბატონო აიღე წიგნი და თუ რაიმე პრობლემებია ინტერნეტში მოიძიე, უამრავი ხალხი არის, კაი მასწავლებლები, ხო, თუ ენა იცი, თუ არა და ქართულ ენაზე, აბა რას ვაკეთებ თუ ჩვენ, თუ სხვა არავინ არ არის ქართულ სივრცეში, ჩემს გარდა თუ არავინ არ არის, ბატონო, ამაზე არ ვლაპარაკობთ და ვეღარ გავიგე, აბა რა ვერ გაიგე. აგერ ამაზე კარგი რა არის, რომ აღარა ხარ დამოკიდებული შენ მღვდელზე, რომელიც გატყუებს, იმიტომ რომ მღვდელი გააუქმა, ის გამწმენდელს ნიშნავს და ქრისტემ გავწმინდა ჩვენ, როცა ვაღიარეთ. ახლა როცა გვინდა მე კარგად გავიგოთ ღვთის სიტყვა და წიგნთან ცოტა ურთიერთობა გვიჭირს, აქ ვეთანხმები ყველას, რომ მასწავლებელი აუცილებელია. მასწავლებელი აუცილებელია ყველა დარგში. ხო, რატო ვასწავლეთ სკოლაში ბავშვებს, მასწავლებლებს ჩამოურიგებთ ყველა დარგში. ფიზიკა, მათემატიკა, ლიტერატურა ამ შემდეგ. ფეხზე დავაყენებთ მაგას და ცოდნას იღრმევებს უნივერსიტეტში ისე და მე მეცნიერებაში გადის, ვინც გადის, თუ არ და ჩა. ასევია ამ საგანშიც, რომელსაც ქვია ბიბლია. ჩვენ კი ბიბლია გვაქვს ქართულ ენაზე და ამას სამღვდელოება ამახინჯებს. შერეულია ძველ აღთქმაში, ახალ აღთქმა და მთლიანად ტრაგიკულ მდგომარეობაში ამყოფებს საქართველოს და სახეზე არის ეს ნაყოფი. თუ ჩვენ რეფორმაციას მოვახდენთ, გვეშველება. თან კიდე ქართულ სივრცეში ვითომ პროტესტანტები არიან, მაგრამ აი იქაც ვითომ მასწავლებლები არ არიან ჯერ რომან სიმაღლეზე. საქართველოს პროტესტანტული სივრცე ხო არიან მასწავლებლები, ბიბლიის მარტო ბიბლიას ასწავლიან. ხო, მაგრამ ძლიერი გავლენა აქვს მართლმადიდებლობას და ისინი გამოცხადებული არიან სექტანტებად. სექტანტი არის ლათინური სიტყვა სკოლას ნიშნავს ბერძნულად. და ეს სახელმწიფო სექტა რო არის, სახელმწიფო სკოლა, სადაც უსაქმური მღვდლები, ხო, სიტყვასიტყვით სკოლა ნიშნავს მოცალეობას, ეს მღვდლები მატერიალურ საქმისგან გამონთავისუფლებული არიან და არა ზღაპრებს ყვებიან იქა რელიგიის შესახებ. თან კიდე მედროვე მღვდლები არიან და ძალიან ბევრი უმაღლეს სასწავლებლიდან არის გამოშველი. დააგვირდით, პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები არიან გიგანაძე, რამოდენიმე კიდე მანდ არის ზოგი ქიმიის ფაკულტეტი აქვს, ზოგს ფილოლოგია არის, უნივერსიტეტ თესეუს დამთავრებული არის მინდიაშვილი, პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა, არავინ არ მუშაობს პროფესიით. უცებ კვალიფიკაცია გამოიცვალეს, როგორ რა მანქანებით მოხდნენ იქ არ ვიცით და ძალაუფლება რელიგიური შეიძინეს, ტკბებიან ძალაუფლება და ხალხს აშტერებენ. ამ შიშტერის ნაყოფი არის მთელი საქართველოს დაქცევა და თუ დაქცევა გინდათ ხალხო, გაიზარდეთ კიდე მღვდლები, რაც იზრდება და გაიზარდეთ ტაძრები და
სულის ხსნისთვის კიდე ეს რა საჭიროა, როცა საღვთო წერილი აღარ იესოქრითა გამოიკვლიე და თუ რამე გაუგებარია, დღეს მაინც 21 საუკუნეში ინტერნეტში ყველანაირი საშუალებაა იმისა, რომ ადამიანმა საღვთო წერილი შეისწავლოს. მასწავლებელი კიდევ ვიმეორებ საჭიროა. ასე რომ მრევლი იქნება ეს თუ მსმენელი, მასწავლებლის გარეშე, რა თქმა უნდა გაუჭირდება და თუ თვითონ დამოუკიდებლად მივა, მან აუცილებლად იგი მასწავლებლად აქცევს ღმერთი და იგი იქნება ვიღაცის მასწავლებელი. თვითონ ღმერთი გვაქცევს მასწავლებლებად. თუ არ გვაქცია მასწავლებლად, მსმენელად გვაქცევს და ჩაგვიყენებს მასწავლებელს. ან ამერიკელი იქნება, ან ქართველი იქნება, ის რა მნიშვნელობა აქვს ერთს, როცა იგი ქრისტეზე ლაპარაკობს. აქ უკვე მნიშვნელობა არ აქვს ვინ ასწავლის, ამერიკელი, სომეხი, აზერბაიჯანი, იმიტომ რომ ყველა ადამიანის შვილები ვართ ჩვენ. მე მგონი გასაგებად ლაპარაკობ. ეხლა რაც მოისმინეთ, დასაზუსტებლად კითხვები დამისვით, რათა მსმენელმა ეს როცა დაიდება, მოისმინოს და იქნებ კიდე ხელი შეუწყოთ მის თქვათ ამ ბუნდოვანობაში, რაც საქართველოს სივრცეშია და ცოტა დაბნეული არის. გასაგებია რატომ არის დაბნეული? მთელი ერი იზიარებს ამ რელიგიას და ბიბლიაზე წარმოდგენა არავის არ აქვს. მართალია ახლა შეირწყა რომელიღაცა მღვდელმა სახარებიდან ციტატები, მაგრამ ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ დარღვევა არის ღმერთის სიტყვისა, რომელიც ჩაწერილია ახალ აღთქმაში, კოლასელთა წერილი მაგხედულობაში, მეორე თავის მერვე მუხლი ბევრჯერ წავიკითხეთ, რომ არაფერი არ შეურიოთ ამას. ახალ აღთქმას, ძველი აღთქმა აღარ უნდა შეურიოთ. ძველი აღთქმა ეს იყო დალოდება ქრისტეს მოსვლისა და ძველ აღთქმაში აღთქმა დადებული აბრაამიდან მოყოლებული თვალყურს ვადევნებთ ის ქრისტე ნამდვილად მესია არის თუ არა. ეს მნიშვნელობა აქვს ბიბლიას, რომ ჩემი რწმენა ფანტაზიას კი არ უნდა ეყრდნობოდეს, დოკუმენტს და დოკუმენტი ქრისტეს წარმოშობისა და დაბადების მოწმობა არის ბიბლია. როცა ეს ქრისტე მივიღე როგორც ღმერთი, დავწყნარდი დამშვით, ჩემ გულში მოხდა რეფორმაცია. ძველი აღთქმის ადამიანი გახდა ახალი აღთქმისა, ძველი მოხდა ახალი გაცოცხლდა. შესაბამისად, თუ ნიჭი მაქვს პედაგოგობისა, თავად ღმერთი ამას არ გაგაჩერებს და გალაპარაკებს. თუ არა და იქნები ნიჭიერი მოწაფე მხოლოდ ქრისტეს. ქრისტეს მოწაფე. რაც შეეხება მასწავლებელს, მასწავლებელმა არ უნდა მიიყვანოს თავისთან მოწაფე, მასწავლებელი იმის მასწავლებელი ქრისტესთან უნდა მიიყვანოს. სამღვდელოებას ქრისტესთან კი არ მიყავს ადამიანი, მიყავს შიოლაშვილთან, მიყავს მღვდელთან, მიყავს ტაძართან და კეტავს გზას ღმერთისკენ. შესაბამისად ადამიანს ამყოფებს ძველი აღთქმის მდგომარეობაში, ესე იგი ცოდვილად და ესე იგი განწირულია მეორე სიკვდილისათვის, რომელიც არის სამუდამოდ ღმერთს დაშორება და ადგილი მისი არის ჯოჯოხეთი. ახლა თქვენგან ველით კითხვებს. აი ამაზე მართლაც მე მგონი არ შეიძლება ბატონო რეზო, რაც თქვენ ბრძანეთ, უბრალოდ რას დავამატებ იცით მასწავლებლებასთან დაკავშირებით, თქვენ როცა ამბობდით, რომ მასწავლებელი რა თქმა უნდა ყალებში ხო, კარგი გაგებით, ვისაც გამოცდილება აქვს ღმერთის სიტყვაში, ხო? აი მოციქულთა საქმეში რო არის ის ადგილი, სადაც ფილიპე საჭურის მიუახლოვდება ეთხში რომ ზის და კითხულობს ესაიას, იქ არ უნდა გავიგოთ ისე რომ სულ არაფერი არ იცის დაუშვათ საჭურისმა და უნდა რომ რამე გაიგოს. მოკლედ მას გარკვეული ცოდნა აქვს მესიის შესახებ და კითხვა სვამს ამნაირად. ეს 54 თავზეა საუბარი, ხო? ეს 53 თავზე. 53 თავზე, დიახ. კითხვა არის დასმული ამნაირად. წინასწარმეტყველი ამას თავის თავზე ამბობს თუ სხვა ვინმეზე. და ვინ და ღმერთმა უკეთესად იცის, ხო? ვინ და აი ფილიპე თვითონ კი არ მიახტა იქ და კი არ დაუწყო ის, აიცი რა, აბა რასკი. მას ქონდა პირდაპირ სასწაულებრივად ქონდა ჩვენება, რომ აი უნდა წასულიყო და მოკლედ ღმერთი აგზავნის, კარგი გაგებით, ხო? და ეუბნება უხსნის, როგორ დაიწყო ყველაფერი თავიდან, რომ სამ ედემის ბაღში შეცოდების შემდეგ პირველ აღთქმას იძლევა მაცხოვარი და პირდება რომ მოვა დედაკაცის შობს აი მხსნელს, რომელიც გამოიხსნის ამ ცოდვით. თვითონ ადამიანს არაფერი არ შეუძლია. და იქიდან მოყოლებული უხსნის ფილიპე ამ ეთიოპელ კაცს, როგორ შესრულდა ეს ყველაფერი და მიანიშნებს ქრისტეზე. და ეუბნება რომ ის მოვიდა, აღასრულა ეს ყველაფერი და მან გაჩერდება ეს ეთიოპელი და ეუბნება. მას რამ ჯის ახლა რომ რატომ არ შეიძლება რომ მოვინათლო? თუ შენ გინდა,
არ არის პრობლემა, ეუბნება ფილიპეს და ნავს. აი ეს მარტივად არის აქ მასწავლებლისა და მოწაფის დანიშნული. მოკლედ ის გზაზე აყენებს და დანარჩენი თვითონ იცის მერი ადამიანი. მადლობა. კეთილი. ალბათო ლიკა თქვენის ინგლისურიდან ქართულად ინტერნეტის მეშვეობთ რა დაიდო? მაგრამ ჯერ არ დამიდია. ჯერ არ დაგიდა კეთილი, იმით რომ რამდენი რა 15 წუთიანი და იქნებ ჩაგვირთვა მოვასმენებდით და მაგასაც დავამატებდით ჩვენ თემას. ხო, რა თქმა უნდა, საჭურისმა გარკვეულად ციკს კითხულობს და საჭურისმა რაღაცა გარკვეულ ადგილს რო წააწყდა 53 ადგილი, კითხვა დაისვა, ვის ელაპარაკობს აქ ეს მაცხოვესამე და ისაია თავის თავზე ელაპარაკობს თუ სხვა და ადგა და მე მან ფილიპე მეს თავიდან ბოლომდე გააგებინა. ასევე იესო ქრისტე, აღდგარი იესო ქრისტე ემაუსის გზაზე აგებინებს ყველაფერს თუ როგორ უნდა მოსულიყო მესია და როგორ უნდა გაყულიყო ჯვარზე აღდგარიყო და ყველაფერი გააგებინა. ხედავთ? ხო, ასე რომ ჩვენ იესო ქრისტეს ვქადაგებთ და არა ჩვენ თავს. ასე თქვეს იგივე მეშვიდე თავში საქმე მოციქულთა სტეფანე მოყვება თავიდან ბოლომდე, ასევე პავლე. ესე იგი მოვალეობა აი ამ ხამახარებლების არის იესო ქრისტე როგორც მასწავლებელი იმასთან მივიყვანოთ. და მღვდელის მოვალეობა არ არის ამ ეტაპზე ქრისტესთან მიიყვანოს ადამიანი. იმას მიყავს ადამიანი რიტუალებთან, საქართველოს ისტორიასთან, ქართველობასთან და სიძულვისაც აფრქვევენ აგერ ანტირუსული ეკლესიიდანაც არის რო იცოდეთ თქვენ. და ამდრეს ანტირუსულს არ ხადაგებს, ანტირომაულს არ ხადაგებს იესო ქრისტე და პავლე. არც ერთ წერილში ანტირომაული არ წერია, მით უმეტეს რომაელები როგორი წარმართები იყვნენ და როგორი ამყოფებდნენ, თქვათ, ისრაელერს. დაქვემდებარებული იყო და გამოვიდნენ მაგ ანტირომაული განწყობით, რომელიმე თუ იცით ეგ თქვენ. არავინ. ამიტომ სამღვდელოება ცოდავს მაღალ დონეზე და ამიტომ ემსახურება იგი სატანას და არა ქრისტეს. ქრისტეს ვინც ემსახურება, ქრისტეს უმრავლებს ადამიანებს და ასეთი ადამიანების ერთობლება აწყობენ ქვეყანას მის ტერიტორიაზე და ქრისტეს მათთან იმყოფება და მეტნაკლებად უკვე ქვეყანა ამ დროებით ცხოვრებაში გამართლებული არის. ისე კი რაც ხდება ხლა საქართველოს ეს ყოვლად მიუღებელია ხლა 1700 წელი ქრისტიანობდე და ტერიტორიები ასეთი პატარა იყოს და ხალხიც ასე მცირდებოდეს. ეს გაიგება მხოლოდ ბიბლიაზე დაყრდნობით ისტორიული წიგნებს რო წავიკითხავთ, მეფეთა წიგნები, მსაჯულთა წიგნები, ისუნავინი როგორ ხდება ტერიტორიის აღება, მერე გაფართოება, მერე დაკარგვა, დამოუკიდებლობა, მერე დამოუკიდებლობა. ეს ყველაფერი ბიბლიაში არის. ამას რა თქმა უნდა ჭირდება განსწავლა, სწავლა და საჭირო არის მასწავლები და არა მღვდლები და მოძღვრები და რიტუალები და თვითონ ხელებზე კოცნით და ფეხებზე კოცნით და მერე სადღაც საკურთხეველში გოგოებს უფათურო. თუ აიხადე, გამოდი და ტუჩებს იკოცნენ ქალს და გინდა უკანალში კოცნენ, რაც გინდა ქენი. რაღა ამას იყენებ, შედალოცული და ჩუმად რატო აკეთებ ამას. ის რაც ღმერთმა დააწესა და ამბორი და კოცნა ქალისა კაცსა ღმერთის დაწესება, ამას ჩუმად რატო აკეთებ და სარგებლობს შენი სტატუსით და ეს ფაქტობრივად უკვე საშინელება არის და მრევლიც უკვე დააშორე ღმერთს. გამოდი და შეერთე ცოლი თუ გინდა რა პრობლემაა. გამო პასტორები ცოლები ყავთ და შვილებიც აყავთ რამდენიც გინდა. და რა აღთქმებს მიდებთ აქა ბერობაზე აღთქმასებს და მე რაღაცა ხელმრუდობთ და რაღაცა გენიტალია მრუდობთ, ხო? მე კაცებს ეტაკებით, ბიჭებს ეტაკებით. ეს მეგობრებო ქვეყანას დააქცევს და დააქცევის პირზე არ არის საქართველოს. ამის მიზეზი სააკაშვილი კი არ არის და შევარდნაძე კი ამის მიზეზი არის რელიგია. კოლაფსის მერე საბჭოთა კოლაფსის მერე რელიგია აღორძინეთ ქართველი ერის გადასაშენებლად. ამის მხილებაა ჩვენი საუბრები მუდამ. ვინც ყურად იღებს, ხო იღებს, ვინც არა და რა პრობლემაა თვითონ იღებს არჩევას და მაშინ დაგვიმტკიცოთ ჩვენი აზრები არის მიუღებელი.